მომავალში რუსეთში ზამთრები და სიცივე არ იყო. მამულის ტრანსფიგურაციის ეკლესია კალუგის რეგიონში. ეკლესია აშენდა თბილი კლიმატისთვის, გაყინვების გარეშე. ამ ეკლესიის მშენებლობის დროს გათბობა არ იყო დამონტაჟებული. არ არის ხუმელები, არ არის გათბობის მოწყობილობები, არ არის ბუხრები, არ არის არსად. და მათი კვალი არც არის. მაგრამ რუსეთში ძალიან ცივა გათბობის გარეშე. საზოგადოებრივი სივრცეები უნდა გათბობდეს. ამიტომ ღუმელი მოგვიანებით გაკეთდა. ის აქ შესასვლელთან ახლოს მოათავსეს. ჰაერის თერმული ფარდის შესაქმნელად. მათ კედელში ნაკვეთები გააკეთეს ღუმელის მონტაჟისთვის. აშკარაა, რომ აგურები გაასწორეს. ეს არ არის მშენებლობისგან მიღებული ქვა. კედელზე ბევრი თაბაშირი დარჩა. პლასტერი არ შეიძლება იყოს სამუშაო ღუმელში. ის დაიწვის. კედელში კვამლის ამოღების არხი გაკეთდა. გადაკვეთილი არხი შიგნიდან დაიხურა, რათა მილიც შეიქმნას. მოდით უფრო ახლოს შევხედოთ ქურას. მართლაც აშკარად ჩანს, რომ სარქველის შიგნით მარმარილოები გატეხილია და გაწყვეტილია. ვინმე ძალიან უხეშად ამოიღო მარმარილოები კედლიდან, რომ გამონაბოლქვი შექმნას. ეკლესიის კედლის აგურებს შორის ნარევი თეთრია. აქ არის ნათელი. სიგარეტის ქურაში გაკეთებული კედლის აგურები სხვა ნარევით არის დაკავშირებული. მას ყავისფერი ფერი აქვს. ეს პატარა კედელი სიგარეტის ქურაში მოგვიანებით გაკეთდა. რატომ არ გააკეთა რუსმა არქიტექტორმა ეკლესიის მშენებლობისას გათბობის ღუმელი? ხომ არ დაივიწყა ცივი რუსული ზამთრები? მოდით გადავხედოთ ამ ეკლესიის კიდევ ერთ ელემენტს. ტაძრის ტერიტორიაზე გვერდითი კარები. კარები რკინისგან არის დამზადებული. მეტალი კარგად არ ინარჩუნებს სითბოს. შენობა ბევრ სითბოს კარგავს მეტალის კარების საშუალებით. აქ ჩვენ ხედავთ მეორე დამატებითი კარის მონტაჟის კვალი. მაბწაშენების შემდეგ შიდა კედლები შეიმშრალეს და შეღებეს. მაგრამ შემდეგ პლასტერსა და საღებავზე სამშენებლო ნარევი დაასხეს, რათა კარი ჩარჩოს კუთხე გასწორდეს. და შემდეგ ის ნაცრისფერი საღებავით შეიღება. მოუხედოთ ამას სხვა მხრიდან. აქაც იგივეა. ერთი ფენის პლასტერი, ერთი ფენის საღებავი და ზედა ნაწილზე გამოყენებულია სამშენებლო ნარევი კუთხის გასასწორებლად. დამატებითი კარის ჩარჩოს დასაკენებლად. და შემდეგ მას ზედა მხარეს ნაცრისფერი საღებავით ხატავენ. შეხედეთ შენობის მორტარის ფერს. ეკლესიის კედელში აგურებს შორის თეთრი ცემენტი. დამატებითი კარები დამონტაჟებულია ყვითლად ყავისფერი ცემენტით. ეს გავს იმ ხსნარის ფერს, რომელიც გამოყენებული იყო არხის სილინგისთვის, რომელიც მოგვიანებით გაბურღული იყო. სავარაუდოდ არხი და დამატებითი კარები ერთდროულად გაკეთდა. შემდეგ ტაძარი შიგნით გაწურეს და შეღებეს, ანუ სრულად მზად იყო გამოყენებისთვის. ეკლესიის შენობის გარე ნაწილი არ გააჩნია ფონდური დაცვა რუსული ყინვის წინააღმდეგ. მოიზრდება ტენიანობა, მიწიდან აგურის შიგნით არსებული კაპილარების მეშვეობით. სიცივეში წყალი იყინება და აგურებს არღვევს. დიდ ნაწილებად ჩამოვარდა კუთხეებში. ეს რუსეთის ყინულის გამო მოხდა. საშინაოს ქვედა ნაწილი მთლიანად ინგრევა. აქაც იგივეა. ქვის ფილები დაიშალა და კედლიდან ჩამოვარდა. ამგვარად რუსული ყინვა ანადგურებს შენობებს, რომლებსაც არ აქვთ ზამთრის დაცვა ფუნდამენტისთვის. და ამ ეკლესიაში დაცვა არ არის. იმიტომ რომ ეს ეკლესია შექმნილია თბილი კლიმატისთვის, ყინვების გარეშე. ნიშანი ამბობს, რომ ეკლესია აშენდა 1991 წელს. 18 საუკუნის ბოლოს. თუ თარიღი სწორია, მაშინ 200 წლის წინ რუსეთში ზამთრები და ყინვები არ იყო. ეს არის ის, რასაც ოფიციალური ისტორია არ სურს საუბარი. ჩემ არხზე ბევრ რამეზე შეიტყობთ კაცობრიობის ნამდვილ წარსულზე. ისტორიკოსებმა სიმართლე დაგვიმალეს. მე თვითონ უნდა გამეგო. ვიპოვნე ისეთი რამ, რასაც ვერ წარმოიდგენ.